მოგესალმებით. ძალიან დიდი ხანი მინდოდა მსგავს ვიდეოს შეწერა, რა ვთქვათ, რა ეტაპია ჩემი ცხოვრების, ანუ ავხსნა როგორი ეტაპი არის მე, რაებს მივხვდი, რაბი გავაანალიზე, როგორ ვგრძნობ და უბრალოდ როდესაც მე თვითონ არ ვარ ხოლმე რაღაცაში დარწმუნებული ან რაღაცაში სრულად ემოციურად რაღაცა სრულად ემოციურად არ მიხარია და არ ვგრძნობ სრულად ემოციურად მიჭირს ანუ გამოდის რომ ტყუილის თქმა მომიწევს. მართლა ვაკვირდებოდი ჩემს თავს პირველი 1 თვე-ნახევარი, იმიტომ რომ რეალურად რთული იყო და აუტანელი და ახლა თავს მივიკლავთქო, ეგეთი არ ყოფილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მე რომ ჩემი წინა, ანუ პრეისტორია უფრო რთული არ ყოფილიყო და მე უფრო რთული რაღაცები არ დამეძლე ცხოვრებაში, ზუსტად ვიცი რომ დეპრესია ალბათ არ ამცდებოდა. ამიტომაც ვერანაირად ვერ დავაკრინებ ნებისმიერი ადამიანის ასეთ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრ დისკომფორტთან ასოცირდება სირთულეს რო შევეშვა. მაგრამ აი რაღაცნაირად თითქოს ჩემი კომფორტის ზონიდან ამიღეს, დამდეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე და მითხეს მარიამ ნახე, ამდენი ხანი რომ მართობდი შენს თავს, მოდი აბა ხა დაფიქრდი, რაები არის შენი და რეალურად შენი ფიქრები რომელია ამ ყველაფერთან ერთად, იმიტომ რაღაც ვაკუუმში ვიჭექი და ვფიქრობდი რაღაცებს და კიდე კარგი ღმერთო, რა ვიცი, მსგავსი, ანუ დედა ჩემი შემხვდა როგორი დედაც არის მენტორად და არ დაუშვა ის ფაქტი, რომ ოდნავ გადავხრილიყავი, ანუ იქნებ კიდევ კარგი, 1000 მადლობას ვიტყვი, ყოველ დღე რომ ვიღვიძებ, მადლობას ვამბობ, იმიტომ რომ ამაზე მაგარი საჩუქარი ჩემს თავს ალბათ არ ვიცი, რა უნდა გამეკეთებინა ჩემ თავისთვის, მართლა ვერ ხვდები. ეხლა აღწეროთ რატომ და რაები მოხდა. ადამიანი, რომელიც რჩები სრულად მარტო და არაფერი გასართობი, ანუ გართობა, თავის გართობა, ანუ ეგეთი მსგავსი არანაირი აქტივობა რო აღარ გრჩება, იმიტომ რომ ვეღარ გადიხარ მეგობრებთან რომ დაივიწყო მარტოობა, ვეღარ გადიხარ ნაცნობ ადგილებში რომ დაივიწყო, არ ვიცი ნებისმიერ რაღაც. დავიწყებასაც არა, უბრალოდ რომ არ იფიქრო. ანუ ადამიანებს ძალიან გვიყვარს ის ფაქტი, რომ არ მიცავს საშუალება რომ რაღაცა უცნაური, ანუ ჩვენიდან განსხვავებული ვიფიქროთ. იმიტომ რომ ესმის რომ დისკომფორტია, იმიტომ რომ მე სხვა რაღაცებიც მოდის მაგ დროს და დავრჩი ესე სულ მარტო და მარიამ აბა ეხლა დაიწყე ფიქრი და დავიწყე და მივედი ძალიან ბევრ დასკვნამდე. პირველი ის რომ შევნელდი და ამ შენელებაში გავიზარდე. შენელება ქვია იმას რომ ყველაფერს ვაკეთებ გააზრებულად, ანუ არცად არ მეჩქარება, არ მეჩქარება არა, დრო ცოტა არის, მაგრამ არ ვფორიაქობ, შემინელდა ყველანაირი მოძრაობა, ვირგებ ცხოვრებას, მეგონა რომ ვირგებდი აქამდე, ალბათ ვირგებდი კიდევაც ჩემი ბურად როგორ შემეძლო, მაგრამ მაგას ალბათ შერგება არ ერქვა. ვსწავლობ, იმიტომ რომ მომწონს თვითონ პროცესი, იმიტომ რომ მომწონს რამდენი რამე კიდევ არ ვიცი და რამდენი საინტერესო, თუმცა გადახრა ვიღაცას თუ გონია რომ აქ მასტერზე რო ჩააბარებ ან ბაკალავრზე თუ ჩააბარებ რაღაცა რომელიღაც კონკრეტული პროფესორი ან რაღაც კონკრეტული რა ვიცი პროგრამა ან უნივერსიტეტი რაღაცა განსხვავებულ უნიკალურ ინფორმაციას ფლობს, რასაც შენ ყიდულობ, მოგატყუებენ, ანუ მაგის არ ჩამოდიხარ, არავინ არ ჩამოვიდეს და არავინ არ მოდის. არა, მოდის ძალიან ბევრი, მაგრამ მე არა. მაგ იმედით და მაგ მოლოდინებით არ ჩამოვსულა, რომ აქ მე ისეთ რაღაცას ცოდნას ვიყიდი, რომელსაც არ ვიცი რაღაც უკვე ჩამოყალიბებულ პროფესიონალად გამიშვებს. არა, ძალიან დამეხმარა ერთი პროფესიული გამოცდილება, ერთი ქაოტური, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, ძალიან ბევრი ცუდი მაგალითი, ძალიან ბევრი ადამიანები რამდენად ცუდად მუშაობენ, ანუ აი პირველი ეგ შემიძლია ვთქვა. მერე ძალიან ბევრი მაგარი ხალხი, რამდენად მაგრად მუშაობს ხალხი, რამდენად მაგარი დამოკიდებულებებია, რამდენად სისხარტე არსებობს, რამდენად საჭირო არის სისხარტე და soft skill-ები, ანუ უფრო ემოციური განვითარება ვიდრე რაღაცა ინფორმაციის ცოდნა და აქ აი ჩამოვყალიბდი, დავღვინდი და აი ეს ყველაფერი რაც ვიცოდი, პროფესიონალურად მომიმრგვალდა და იმ ხელა თავდაჯერება არის ეს პროფესიონალისტვის, ვისაც უნდა რომ თავის პროფესიონალი უწოდოს და მე მინდა, იმიტომ რომ ახლა მეორე დასკვნა ისაა რომ ცხოვრებაში, ანუ ქართულ კომპანიაში არ ვიმუშავებ, იმიტომ კი არა რომ რაღაცა ამოვწურე, მორჩა, ის ძალიან დიდი მადლობა.
ძალიან მაგარი გამოცდილებისთვის. მე გამიმართლა კიდე და ძალიან კარგი კომპანიაში მოვხვდი, ძალიან კარგი ხელმძღვანელის ხელში, მაგრამ ნუ პლუს მინუსები ხა ქონდა ყველაფერს და ყველას და თანამშრომლებიდან დაწყებული ყველა სტეიქჰოლდერთან დამთავრებული. ამოვწურე უბრალოდ აღარ მინდა, აღარ მჭირდება. არ მინდა ზე, იმიტომ კი არა რა აუეს რა არის. ანუ აღარ მჭირდება. სხვა ეტაპზე ვარ. სულ სხვა მიზნები გაიხსნა, სულ სხვა პერსპექტივები გაიხსნა. ანუ ყოველ დღე მე ისაც ზოგადად ძალიან მულტიკულტურული ადამიანი ვარ, იმიტომ რომ გავიზარდე საბერძნეთში, დავდედი თურქულ სკოლაში, სულ აზერებთ, ანუ აზერბაიჯანელებს, ჩემს თურქებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან ვიყავ მთელი ბავშვობა. ჩემთვის უცხო, აი ესეთი, რა ვიცი, ანუ უცხოელი არ არსებობს საერთოდ ეგეთი რაღაც მსგავსი არ მქონდა არასდროს. ბერძნებზე გიждები და ჩემი სახლი მგონია და ასე შემდეგ რა. მიუღებლობა არავის არ მქონია და ახლა ოდნავ ახლო კულტურაც კი არ მყავს მეგობრად, ანუ საერთოდ ჰონდურასელ ყოველ დღე მაქვს შეხება ინდოელ, ჰონდურასელ, ლიბანელ, ფრანგ ეს არის ბირთვი ვისთანაც ვეგობრობ და ჩვენი საუბრები უნდა ნახოთ პოლიტიკიდან დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული ყველაფერზე და რამდენად ერთნაირები ვართ, მაგრამ თან ძალიან განსხვავებული და უბრალოდ სხვანაირად უნდა უყურებდო ყველაფერს. სადამდე შემიძლია მოკლედ მინდა რომ ეს უცხოური ბაზარი ყველანაირად და მაქსიმალურად ავითვის არა იმიტომ რომ საქართველოზე უკეთესია, ანუ საქართველოზე უფრო მეტი შეძლება ნამდვილად არსებობს, იმიტომ რომ არის, იმიტომ რომ ხა საქართველო პატარა ქვეყანა არის, შესაბამისად ვიწრო ბაზარი არის, შესაბამისად ანუ ცოტა ადამიანია პროფესიონალი, იმიტომ რომ მოთხოვნაც უფრო ცოტა არის რა ეს მსგავსი საქმეებისთვის და მე საინტერესო საქმეებისთვის ვარ დაბადებული და ჩემს პოტენციალს ვერ დავზევ და რაც შეეხება ხა ამის ცხოვრებაზე, აი ეს შევსება მივიღე რომ აი ძალიან მაგრად აი ესე მგონია რომ ყველა არ ვიცი მთებს გადავდგავ. აი მომეც ყველაფერი დავღეჭავ თემა მაქვს. აი სულ ეგეთი მიდგომა მქონდა ცხოვრებისადმი ისეაც ყოველთვის, მაგრამ ამიცურებას ხალხი ეძახის რაღაც სკამს, მართლა პოზიციას. მე რო ეგეთი ამიცური ყოფილიყავი, რა ვიცი მე ჩემს კომპანიაში თუნდაც მუშაობდი, საზღვაო დეპარტამენტის უფროსი მე რქვა, მაგალითად დავჯერდებოდი, ჩემო საქმეში ახლა დეპარტამენტის უფროსი ვარ მეთქი თუ რაღაც სისულელეს ვიტყოდი და დავჯერდებოდი იმ ბაზარს, სადაც მუშაობდი, მაგალითად რაღაც ქართველად კეკელგა და ციკვინა მენეჯერების, რომელიც უბრალოდ ცალკე, აი შემიძლია იმდენი ვილაპარაკო, რამდენი ტიპის ადამიანთან მომიწია შეხება და რამდენი ტიპს ვიცნობ და რამდენი ტიპი აზრზე არ არის საერთოდ ბიზნესი, საერთოდ ბიზნესური განათლება კი არა, კორპორატიული კულტურა არა აქვს და საერთოდ აი რა, ანუ ძალიან სხვაგან არიან რა. ხო და ისეთ ხალხს მემუშავებოდით, ანუ ისეთი მომხმარებლები ვყავდა და ისეთი ტიპები იყვნენ, აი რომ მოეთხოვებოდოთ, რომ აი რავი, ჰაერში ჭამდნენ, რასაც აკეთებდნენ და ჭამდნენ კი არა, PDF-ის დასფრით არ იცოდნენ და კაი მოკლედ. მიულანძღე კარგად აცი, მე გული მოიფხანე ხა. ხო და შესაბამისად რაც მომდი ამიცურებაზე ანუ დავჯერდებოდი რაღაც სისულელეს ძალიან ბევრი ქართველი კეკელკა ჯერდება მსგავსად მაგ სექტას კეკელკობას მეძახი იმიტომ რომ სერიოზულად მაღიზიანებს არ არის ჩემი ამიცურობა არის ხედვა ანუ ჩემს ხედვაში ძალიან ბევრი და ძალიან დიდი რაღაც ხდება ანუ აი თან კითხვა შეგვაქვს მე რატომ არა იმიტომ კი არა აი ყველაზე ჭკვიანი არც ყველაზე ჭკვიანი ვარ არც ყველაზე მეტი არაფერი ანუ არაფერი არ ვიცი რეალურად საბოლოო ჯამში მაგრამ სხვებს რომ ვუყურებ, რომ აი ვისაც ქვია რომ რაღაც იცის და ერთად ვხედავთ და ვსაუბრობთ, იმდენად ჩვეულებრივი ადამიანია, რომ მე ვფიქრობ, რომ აი მე რატო არა? აი მე რა მაკლიან, მართლა არაფერი მაკლია, არც სოფსკილი არ მაკლია, არც ხუთი ენა, მე 6 ენას ვსწავლობ, არც გამოცდილება მაკლია, არაფერი არ მაკლია, ყველაფერს დრო მოიტანს ისედაც და ასედაც. შესაბამისად მართლა ძალიან საინტერესო ცხოვრება მე ზუსტად ვიცი, მთავარი არის ღმერთმა, რა ვიცი, მაცხოვროს და რა ვიცი, ჩემი ადამიანები მიცხოვროს და ყველაფერი კარგად იყოს და რა ვიცი, ეგ მაგ კუთხით არ ვიყო უიღო ადამიანი. დანარჩენი არაფერს არ მეშინია, ყველაფერს გავაკეთებ. ცხოვრებაში რა ვიცი, პურის ფული ყოველთვის მექნება, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ანუ არც მეთაკილება, ტუალეტს გავხეხავ თუ ძალიან საჭირო გახდა, მაგრამ ეგ სულ არ არის ხა ჩემი მიზანი. ჩემი მიზნები ძალიან ზემოთ არის და ძალიან მასშტაბურია, იმიტომ რომ ხედვა არის მასშტაბური, მაგრამ დედა ჩემი არის მაგის ყველაფრის რაღაცა სვეგ მიჩიჩინებდა რა და ეგ ძალიან დიდი რაღაცა არის რომ ადამიანს უნდა ყავდეს ვიღაცა ვინც უყავს ამოქოქავს და ჩემს და ჩემი იყო მე ვარ სხვებისთვის იმედია ჩემი ახლო ადამიანებისთვის
განგსტერულ სიმღერებს უსმენ და ეს მგონია რომ ყველაფერი ჩემია. ქრონოლოგიას რო გავყვეთ, რა ხდება? პირველ სემესტრს ვჩები 2 კვირაში. ანუ 16 დეკემბრამდე წერ ყველანაირ გამოსას, ყველანაირ და 2 უდიდეს პროექტს ვაბარებ. და 16 დეკემბერს უნდა წარვადგინო ჟიურის წინ პირველი პროექტი. ამით რჩება პირველი სემესტრი. 16-დან 9 იანვრამდე ვისვენებ, მივდივარ საქართველოში. ამ შუალედში უნდა ვიმუშაოთ თეზისზე. თეზისის პროპოზალ, ანუ პირველი ეტაპი დავწერო, ყველაფერი მივაწოდო ჩემს მენტორს და ყოველ დღე LinkedIn-ზე ვიჯდე, ანუ ვრეკო ხალხთან, ან რა ქვია, აქაურ ჯობჯიზე დავჯდე და გავაგზავნო ჩემი CV, ანუ ყოველ დღე უნდა ვეძებდე სამსახურს მაისის თვისთვის. მე იწყება მეორე სემესტრი. მეორე სემესტრი გვირგვინდება აპრილის თვეში და აპრილის თვეში ვამთავრებ სწავლას. აპრილის თვეში მოვუშვები სწავლას აწი. 2026 წლის ბოლომდე უნდა ჩავაბარო თეზისი, დავხურო და ავიღო ეს დიპლომი. თან ორმაგი დიპლომი არის, ორმაგი ხარისხის და უნდა გქონდეს გავლილი მინიმუმ 4-დან 6 თვემდე სტაჟირება ან სამსახური. შესაბამისად, მაისიდან ვეძებ სამსახურს ძალიან მაგარ და დიდ კომპანიაში. საინტერესო პროექტზე. ქრონოლოგიურად კიდე რა შემიძლია თქვა? მარტის ბოლოს მივდივართ როტერდამის პორტში და ანტვერპის პორტში, 2 დღით. ანუ ევროპის 2 უდიდესი პორტი არის, პირველი და მეორე. საინტერესო გამოცდილება იქნება. მეორე სემესტრში არჩევით საგნები იყო და აირჩიე ისეთი რთული საგნები სპეციალურად, იმიტომ რომ კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ლექტორები ასწავლიან მაგას. მეთქი მაგასაც გავისწრებ თქო. აი ეს ხდება ყველაფერი, ცოტა მიდგე-მოდგე რაღაცა. ესე იგი, დღეს არის მზიანი ამინდი, ხვალ უფრო მზიანი ამინდი იქნება. ამიტომაც ვაპირებ ყავის დალევას სადმე პლაჟისკენ. დღეს რადგან ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს, ანუ უამრავი, ძალიან ბევრი, ვაპირებ ბიბლიოთეკაში მეცადინებას შესაბამისად მოვედი აგერ ძველ პორტში. ყავა მარცელის მზე და უბრალოდ ახლა თორეს ვერ ვაყელი, იმიტომ რომ დამჩა სათვალეები, მაგრამ ზღვას ვუყურებ და ძალიან კარგია ცხოვრება. და ვიტამინს მივიღებ, ახლა გავირუჯები, ყავას დავრებ და ჩავისერნებ. ერთსა ახლა შემიძლია ვიტირო ბედნიერებისგან, იმიტომ რომ აი პატარა მარიამი რო ეუბნება 25 წლის მარიამს, რომ მარიამ წარმოიდგინე ერთი შაბათი დილა არის, ზე შეგორს ყურს და გაბედნიერებს, საფრანგეთში ცხოვრობ, სწავლობ იმ საქმეს, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ეძებდი და არ იცოდი რა გინდა რომ გამოსულიყავი, ძალიან გიყვარს. ყავას მიირთმევ. ძალიან კარგია ცხოვრება 7 ლამაზი და ძალიან ბევრი მიზანი გაქვს, რომელიც არის ძალიან დიდი мотивация, რომ თქვა რა მაგარია, მეტად რა იქნება მომავალში. მეგობრებო, ლექცია გამოსწავლობს ახლა 3 საათიანი და მერე ლექცია. წავედით უნივერსიტეტში, დილის 8 საათია. სამეძინება. მაგრამ დღეს 3 საათი მას კიდე მეორე ლექციას მაქვს და მოკლედ წავედი. წერე გამოცდა.
მეადვილა, იმიტომ რომ რაულ ყოფის მოცანები ხომ ჩემი ერთ-ერთი მიზანია ეს, რომ აი ეს მინიმუმი გავაკეთო, რაც არის, რომ ძალიან კარგი ქულები მივიღო და ძალიან კარგად მიმეცადინო, იმიტომ რომ მართლა მინიმუმია. აი არაფერი არ არის და მთავარი არის ეს ცოდნა გამოვიყენო და რეალურად გამოვიყენებ, იმიტომ რომ თავდაჯერებულობაზე მოქმედებს და ის რომ შოუ არა, უბრალოდ რომ მეტი იცი, თორე არ ნუ საქმეს ისე გააკეთებ, როგორც ისაც საქმე გააკეთებდი, გააჩნია რა უნარები გაქვს ისაც ადამიანს. უბრალოდ რა თქმა უნდა, უფრო მეტი თავდაჯერებით, უფრო მეტი ხარისხით და ნუ რა თქმა უნდა, უკეთესი პერფორმანსით ალბათ. ამიტომაც ამის გამოყენება მინდა. და რაც შეეხება თავარ მიზანს, არის ძალიან მაგარი კომპანიაში გამონახულ ძალიან მაგარი ადგილი და დანარჩენი მე ვიცი. ჩამოვით ტულონში კლემონთან. კლემონი არის ჩემი ფრანგი ძმაკაცი, რაული არის ჩემი ლებანელი ძმაკაცი და მესამე არის კოლუმბიელი. ეხლა მივიდეთ პლაჟზე. There is just a the problem. გამოდის რომ მთელი ჩემი არდადეგები უნდა ვკითხულობდი თეზისის შესახებ, ანუ ჩემი ნაშრომის შესახებ, ყველა დეტალს. უნდა ვმეცადინავდე ფრანგულს და ვარჯიშობდე ფრანგულად. და კიდე რა. და ყოველ დღე ვაგზავნიდე ჩემს CV-ს. Go count! მარსელში, ანუ 2025 წელს არის ბოლო შაბათი კვირა. ჩემი აქ ყოფნის და ამ პარასკევს უკვე მივდივარ თბილისში და უძესი მადლობა მინდა უთხრა აი ამ ქვეყანას და ამ ქალაქს ესეთი ძალიან მაგარი ცხოვრებისთვის და 2026 წელი იმდენად უფრო მაგარი იქნება, იმიტომ რომ ის ყველაფერი მოხდება, რაც არ წარმომიდგენია რომ მოხდებოდა, უფრო მაგარი, ანუ ვიდრე ვინატრე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტრატეგიული გეგმა მაქვს და აი აქ ვარ პლაჟზე, ვუსმენ ფრანგულ მუსიკას, მეცადინეობ ჩემს ფრანგულს, იმიტომ რომ ფრანგული დავიწყე ინტენსიურად. ფრანგულის მომზადება რეპეტიტორთან, რომ ორ თვეში უნდა ავლაპარაკდე, იმიტომ რომ უკვე ვლაპარაკობ რაღაცებს და ახლა უკეთესად მინდა რომ ვიცოდე. მადლობა ამ ყველაფრისთვის.